მოგესალმებით სპორტის პონტის არხზე, მეგობრებო, ისევ და ისევ ფენტეზის მივადექით, დღეს ჩემპიონთა ლიგა, როგორც იცით, და გუნდი გვყავს გადასაწყობი, 3 ტრანსფერი გასაკეთებელი და ასე შემდეგ, მოკლედ ბევრს არ ვილაპარაკებ, ინტრო გავუშვათ, შევუდგეთ საქმეს, წავედით. სპორტის პონტი, სპორტის პონტი, სპორტის პონტი. როგორც იცით, ფენტეზის, ესე იგი, ვთამაშობ Betson Sport-ის საიტზე, აპლიკაციაში გინდა აი ბრაუზერიდან გახსნით. და წინა ტურში, ესე იგი, ესეთ შემადგენლობა ყავდა ალვარესი, კეინი, მბაპე, რაისი, გრიზმანი, კვარა, ქათამა, გაბრიელი, ჰაკიმი, ჰაუსენი, რაია, გარსია, კერგეზი, კანსელო, ფერმი ლოპესი და 61 ქულა გამოვიმუშავე, მოკლედ 61 ქულა დავწერე და შეგვიძლია ვნახოთ ეხლა ვინ რა დაწერა, მოკლედ რა. აგერ ჩემპიონთა ლიგა მოთამაშეებს შედიხართ, გალო გავიდა პირველ ადგილზე. ბევრი კრიტიკა შეხვდა, მე ესე მახსოვს ხო იმ ჯგუფშიო 3x კაპიტანიო რატომ უნდა მისცეო პირველ ტურშიო და აგერ კაცმა მისცა 89 ქულა დაწერა, პირველ ადგილზეა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, შემდეგ მოსდევს ვამონოსი 76, 76, 76, ესე იგი ყველაზე მეტი ქულა დაწერა გალომ, არ ვიცი ძმაო ვინ არის გალო, მაგრამ ბრავო, მართლა გუნდის მე კი გადავხედე, მაინც თქვენ გეტყვით, კეინი, მბაპე, ლუის დიასი, კვარა, დუე, სალიბა, გაბრიელი, ვაითი, ჰაკიმი, კალაფიო, რაია, ანუ 4 მცველი, ნუ მეკარის ჩათვლით, რა თქმა უნდა, 5 მცველი უკაცრავად მეკარის ჩათვლით მოიყვანა არსენალიდან და ანუ ეს არის ძალიან დიდი რისკია რა, ეხლა თუ გაუშვებს არსენალი, всё. მაგრამ ნუ ჭკვიანურია, მომენტ კუთხური თუა ესენი იტანენ, ან არსენალი გოლს უიტანს, ძირითადად ესენი იტანენ, ხოლმე ამჯერად არ გამოვიდა, მაგრამ ყველამ მშრალი კარი შეინახა და მარტო ამ ხალხით რამდენი ქულა დაწერა შეხედეთ, 14, 20, 26 და 33, ხო, მე მგონი დაწერა არსენალის ხალხით მხოლოდ. შემდეგ ჰაკიმი მათ მშრალად შეინახა კარი, დუემ გოლი გაიტანა, ხო? გოლი გაიტანა და ასისტი გააკეთა, კაცო? არა, ეს ქულები, არა, აგერ არის. ისა რაღაც არასწორად წერია, დუემ არ მახსოვს, მაგრამ ნუ კვარა საუკეთესო გახდა, გოლი გაიტანა ლუის დიასმა, შეაგდო, ხო, კეინმა შეაგდო და მბაპემ შეაგდო. ანუ ყველა ყავდა პროდუქტიული ადამიანი და ბრავო გალოს პირველ ადგილს იკავებს. ჩვენ ესე იგი ვართ რომელ ადგილ 291 ადგილზე. ესე ჩამოვუყვეთ მეზარება, მაგრამ მოკლედ ძალიან შორსა ვართ გალოსგან და სხვა ლიდერებისგან. 61 ქულა გქონდა, როგორც გითხარით, აგერა ესა გუნდი და 6 საათში იწყება თამაშები, ესე იგი. და გუნდი ყავს გასაკეთებელი, გვაქვს 3 ტრანსფერის უფლება და ასევე ჩვენ არ გამოგვიყენებია არც 3x კაპიტანი, არც ლიმიტლესი არაფერი რა. ამიტომ ვფიქრობ დღეს 3x კაპიტნის გამოყენებას კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, 3x კაპიტანი არის, რომ ანუ კაპიტანი 2 ქულებს ხო გიწერს და ამით დაგიწერს 3x. ასევე რა ვიცი, ვინც არ ხართ გაწევრიანებული და გიყვართ ფენტეზის თამაში და აქამდე არ იცოდით და რაღაც შეგიძლიათ შემოხვიდეთ, ითამაშოთ უფასოა ყველაფერი, დარეგისტრირება, არაფერი ფასიანი, უბრალოდ გაერთობით და უფრო მეტი ხალხი იქნება კონკურენციისთვის და შევეჭიდებით გალოს, ესე იგი. ნახოთ ახლა ესე იგი, ჩვენ გვყავს ეს გუნდი, ნუ რაც წინა ტურში გვყავდა, რა თქმა უნდა ის მოგყვება და გვაქვს 3 ცვლილების უფლება, წინაზე იყო ულიმიტო, იმიტომ რომ პირველად ვაწყობთ გუნდს. 0.5 მოტოვებული მაქვს ბიუჯეტი, აგერ ხედავთ და სანამ გუნდზე გადავიდოდე, მინდა უცებ გითხრათ, რომ არ გიჩვენებათ, ახალი სეტაპით ვართ, კომპიუტერი ავაწყე და ყველაფერი, მაგრამ ამ ყველაფერს გაიგებთ დღეს, ამ ვიდეოს როდესაც უყურებთ, ზუსტად მაგ დღეს, ლიგის თამაშებამდე 1 საათით ადრე 10 საათზე დაიდება ვიდეო, მოკლე მიმოხილვა იქნება და სიახლეების გაცნობა, ამიტომ არ დაგავიწყეთ 10-ზე მაგვიზარის დაყენება და ფეგბურთს ან დაიწყება, კიდევ ერთხელ ფეგბურთს რო უყუროთ რა, ფეგბურთი. მოკლედ წავედით ახლა ჩვენ შევუდგეთ საქმეს. გადავხედოთ ჯერ ვინ აღარ გვინდა გუნდში, ესე იგი. ატლეტიკო შეტევას არ აპირებს, სიმეონემ ესე განაცხადა, მაგრამ ვფიქრობ უფრო გრიზმანს დავტოვებ ვიდრე ალვარესი რა ღირს, 8 მილიონი ღირს ალვარესი. ჯერ ავუცდი ალვარესის გაგდებას, გაშვებას. და აი მეტი არ ვიცი, ახლა ესე ვინ გავაგდო. სახში თამაშობს არსენალი, შეიძლება რამე
გააკეთონ რა. გიორკერეს მონდის 8.5 ღირს, ლევანდოვსკი 9.5 ღირს სამწუხაროდ. აბა ჯერ გიორკერესი ყავდეს და რაის ამოვაგდებ. ბოდიში, მაგრამ ესე ბევრ ტრანსფერს ხარჯავ და იქ სამდე ვინ უნდა ვნახო ისევ სობოსლაი. ვიტინიაც 6 ღირს ნახე და პერსპექტივაში კაია, მაგრამ სობოსლაი მაინც ლივერპულს შესატევი აქვს, დასაქანბეკებელი აქვს. ნახო თქვათ ესე, მბაპეს დატოვება მინდა, კეინის მინდა, ქათამოს არ ვიცი, რომც გავყიდო ხო? უყურეთ 5 და 5 ღირს რა და 5 და 5-ად არ ვიცი, აი ვინ შეიძლება. არ ვიცი ეს. შუამენი არ იქნება, შეიძლება გამავინგა რაღაც, მაგრამ იყოს ქათამო რასაშავებს, იქნება არსენალს რაღაცა გაუტანს, არ გაუტანს, გავაგდებ, wildcard-ი მაქვს, limitless-ი მაქვს, შემდეგ ტურში, ამიტომ პრობლემა არ არის. გაბრიელს დავტოვებ, რა თქმა უნდა, ჰაკიმისაც დავტოვებ, აი ჰაუსენი რამდენად დავტოვო. არ ვიცი, უკეთესი ვარიანტი თუა 5-ად. ხო? გრაუენბერგი მცველებში წერია. თუ მიდფილდერს ვეძებ. მეთქი გრაუენბერგი მცველებში წერია, კი გირდა გარისკოთ. აი კონატე კუბერსის წითელი აქვს, უპამეკანო მარკინიოსი. აჩო, მაგრამ აი მაგდენი მცველი რამდენად მინდა. პარიზიდან, აი ეგ არის შეკითხვა რა. შეიძლება ატლეტიკოდან მოინახოს ვინმე, რა ვიცი, ართმევებით. რუჯერი შეიძლება. ეს თუნდა იგეს. რა თქმა უნდა, ისინი, რა ქვია, ბოდიში გუნდის შემადგენლობები 1 საათი ადრე ვიცით, ყოველთვის იდება, გინდა აი ფლეშკორზე, გინდა, რა ვიცი, სოფასკორზე, ნებისმიერ სადაც თქვენ ნახულობთ 1 საათი ადრე UEFA-ც თვითონ დებს ოფიციალურად შემადგენლობებს და შეგიძლიათ ნახოთ და მაგამდე გააკეთოთ ტრანსფერები, აი თქვათ შევედი და გრიზმანი არ დგას. მაშინ მომიწყევს გუნდის გადაწყობა, რომ აი გრიზმანი უნდა გავყიდო და არა ალვარესი, ხო? და ასე შემდეგ. ეხლა ვთქვათ ეს რო იყოს გუნდი, ხო? ესე იგი, დასაქანბეკებელი აქვს ბარსას და ბარსადან მინდა ლამინ იამალის მოყვანა. ძალიან მინდა იამალის მოყვანა და აი ეგ არის რა. რო აი ხა ეს რო გავაკეთეთ კი, მაგრამ იამალი აღარ არის. რამდენი მინუსია ნეტა კაცის დამატებაზე, აი უბრალოდ დავამატე ფილმეს. კიდე გრიზმანი დავამატე. პარკოლა ვთქვათ. ეხლა 4 გავაკეთე, არ მაკლდება ქულა. არ ვიცი, აქ ვერ ხედავ ესე. ქულა არ ვიცი თუ მაკლდება. ეხლა რო გავაახლო და დამაკლეს არ მინდა, მაგრამ რაღაცა მინუსკულები იქნება ალბათ და ხო არ ხიოთ, აი ექსკლუზიურად არ მიფიქრია საერთოდ. აი აქ რა უნდა გამეკეთებინა. ვერ მოვიცალე მსლად ფენტეზისთვის, იქ პრემიერ ლიგის ფენტეზიში დავრეგისტრირდი, მაგის ვიდეოც გელოდებათ რამოდენიმე დღეში პრემიერ ლიგის დაწყებამდე და აი იქ ვერ ჩაუჯექი ცვლილებები დამავიწყდა რაღაცა, მაგრამ 60-ზე ავედი თუ 60 რაღაცაზე კიდე ნორმალურად გამიკვირდა რო იმას ვქენი და აბა ვცადოთ ახლა wildcard-ით რო გავაკეთოთ გუნდი რა, აი ყველა ვინც არ გვინდა ეს რატო აი ყველა წავშალოთ და თავიდან შევკრათ აი იქნება რა ვიცი. მაგრამ wildcard-ი როგორც გითხარით, მე რჩება შემდეგ ტურში, ისევ ეს გუნდი რჩება და მე თუ არ მოგწონს, ფაფუ, ვერაფერი. wildcard-ს და 3x კაპიტანს ერთად ვერ გამოიყენებ. კვარას დატოვება მინდა რაიას, კეინის, ბაპესი. გავაგზავნოთ შემდეგი. აქ მოვიყვანოთ გიორკერესი მეყენა, ხო? მოდი გიორკერეში იყოს ჯერჯერობით მაინც დავკარგე. მაგერ არის. ნახევარდაცვაში გვინდოდა ლამინი, ბარსა, ლამინი 9.5 ღირს. კიდე ნორმალური ფასია. აქ ვინ ყავდა, ეხლა დავირიე. მაგრამ ვინ ყავდა არ გვაინტერესებს, ეხლა ვინ გვინდა. ბარსას კამბექი და მოდი ისე ბარსადან ვცდი, რა ვიცი, იქნება შეტევას აპირებენ ბიჭები ძალიანს. ასევე აქ არ ვიცი, სახში ლივერპული 1 გოლი, სალახი არ მინდა ნამდვილად, მაგრამ ვირციც რო არ მინდა. სობოსლაი მოდი ვინც ყავდა, ხო? ვინც ავარჩიეთ სობოსლაი. wildcard თუ არ მომეწონა ამას wildcard-ს არ გამოვიყენებ. ყველა ამის დამხარჯველი მე არა ვარ. ცველი გაი.
უცველი ერთი არსენალის გვინდა გაბრიელი ტიმბერი და გაბრიელი იყოს ვთქვათ გალოს არ მივბაძოთ ხა ყველა არ გვინდა მაგრამ სახში არიან შეიძლება ხوار მივბაძოთ ბავშვი ყველა მოვიყვანოთ მთელი არსენალი მოვიყვანოთ არტეტასაც მოვიყვან კანსელო მინდოდა ერთი და რაღაცა გავიჭედე ტრენტი არ მაწყენდა ბაიერნთან კარგად თამაში ახლა სვახოთ მე კარი მიმყავდა რაია მყავდა და ვიღაც მამარდა არ მინდა არ დავთარსო შეიძლება მამარდა მომიწიო შეიძლება მოვიყვანო არ ვიცი აქ ვინ მეყვანა აიმე გამახსენეთ ну რაია მყავდა და არ მაინტერესებდა აუ გარსია მყავდა ცველი კიდე ერთს ვერ ფიქრობ ახლა ტვინი მეტკინება კიდე ერთი ნახევარ ცველი მოიცა ახლა ძალიან რო არ გაგვექცეს არსენალიდან მყავს 1 2 3 კაცი ბაიერნიდან მხოლოდ ერთი შეგვიძლია ოლისზე მოვიყვანოთ ბიუჯეტს რო არ უყურებ რა კაცი ვარ ლიმიტლესი მგონია მე ბიჭო ლიმიტლესია ყველას მოყვანო შეგიძლია უფასოთ რა და უსე მაღაზიაზე წავედი აქ ავტო ისიც ქონდათ სად არის კაცო ეს რა ესე რო წვალობ მე ბიჭო და როგორა ისა ავტოკორექცია საერთოდ ლიმიტლესზე დავფიქრდი ახლა რო ხედქო მე როდის უნდა გამოვიყენო ლიმიტლესი მაგრამ როგორ არა სუპერ მატჩი დაჯდება რა მე ნახევარ ფინალში და ელა შემთხვევს მე ძალიან გამომადგება და მე ვინანებ ამიტომ თუ გამოყენება wild ფიქრობ მაგრამ თან ისიც უნდა იფიქრო ვინ გავა და ვინ არა ახლა რო არ გავიდეს ისა ბარსა ხო სამი კაცი უკვე ფაფ გაგდებულია ატლეტიკოდან გვინდოდა ერთი მცველი რუჯერი ხო 9 დაგვჭა ნუ 9 კი შევწუდები რამეს 4-5 ალბათ იმედია რომ რამე გადავაწყობ მაგრამ ეხლა ვფიქრობ ესე იგი დღევანდელი თამაშები რა არის რომ ნახოთ სად იყო ეს აგერ არის თამაშები 14 აპრილია დღეს ესე იგი ლივერპული პარიზია ატლეტიკო ბარსა ლივერპულიდან ყავს ერთი კაცი ლივერპული პარიზიდან ერთი კაცი ბარსადან 3 კაცი ну დღეს არის ხო გვინდა აუ ჰაკიმიც რომ მინდა 6 და 3 მრჩება არა ტრენტი უნდა გაუშვა ტრენტი არ მინდა და ახლა მოვიყვანოთ ვინმე იაფიანი ისევ არსენალი შევიდეთ ცველებში მოკლედ არ ვიცი არსენალი არ მინდა ქათამო არ მომყავს ამიტომ აუ ეხა ქათამომ რო გაიგიჟოს თავი ვაიმე ქათამო უნდა მოვიყვანო მე აი ახლა დამესის რა უცებ რომ ქათამო გოლს გაიტანს რა კოჩო რა რომ მყავდეს რაღა მიჭირს ქათამო 3 და 5 მრჩება 3 და 5 მრჩება ზინა და გარსია რო გავყიდოთ რაგეს ვაფშე ეს გარსია 5 მილიონი ეს არ გვინდა გარსია შენგენაცვალე კარგად იყავი ფასი 4 და 5-მდე რა ლენგლე ბრედლი რობერტსონი ლუის კელი გერეირო მოლინა იდგება არ ვიცი მენდი კარვახალი წინაზე იდგა ერთით მორჩა მენდი შეიძლება თუ იდგება ეგეს რას გაიგებთ მოკლედ რა არა ესე არ მომწონს რაღაცას ვაფუჭებ რა ჰარიკეინს გავყიდი აქ მოვიყვან ეგიტიკეს ამას გავყიდი აქ მოვიყვან ოლისეს და მაინც ხო დამჭა აუ ეხა მეთქი მაგარი ვიმოსგავე მეთქი მაგარი მოვიფიქრეთ ხო და მე კარი შეგვიძლია ძალიან ბანძი მოვიყვანოთ რა მუსო კი იდგაზე სინას მოიცა ატლეტიკოს ეგარი ხა ვინ არის ორი წამით აგერ არის ეს თამაში ლაინაპს კარში იდგა მუსო ძმაო და სულ მუსო დგას მუსო 4-ად
რა რო იდგეს უბრალოდ რო რამე და ხუთად გვინდა მცველი, ხუთად მცველი, შეგვიძლია მოვიყვანოთ კერკეზი ისე, წინაზეც ყავდა კერკეზი და რომ ყავდა რა. მოვიყვანოთ კერკეზი და ორი წამი გუნდს გადავხედოთ. ესე იგი გიორკერეში, ეკიტიკე მბაპე, იამალი, ფერმინი, კვარა, ოლისე, გაბრიელი, კანსელო, კერკეზი, დავიდა, მუსო, რუჯერი, ჰაკიმი, ქათამი. აი რამდენად მომწონს ხო? ვერ გეტყვით რამდენად მომწონს. დიდად არ მომწონს. მაგრამ ნუ ლივერპულს უნდა გოლები. პესეს კვარას უნდა თამაში. კვარას არ გავყიდ, კვარა მგონია რომ ისევ რაღაცას მოახერხებს. გიორკერეში სახში თამაშობს რა არსენალი და რა ერთხელ ხო უნდა გაიტანოს, სულ მყავს ეს კაცი მეორე UEFA-ს ფენტეზიშიც და აქაც ნახეთ ორი ქულა წადი რა დავიდა მანები ერთხელ რაღაცა უნდა გააკეთოს ამ კაცმა, ამიტომ დავტოვებ. ესე ვფიქრობ. ეკიტიკე სინაკლებად მჯერა, მაგრამ თამჯერა რა მევასება ეკიტიკე, მაგრამ არ ვიცი ლივერპულის გოლები ესეთ უნდა იყოს ერთი მაინც ხო? ნუ კამბექი უნდა და იქნება ეკიტიკემ გამოკრას, ნუ მბაპე გასაგებია, დიქტატორი ოლისე ნუ გასაგებია, კვარა რა თქმა უნდა, ნუ იამალი და ფერმინი მყავს რავი, ვინმე რამე თუ შექმნა, გუნდში წესით უნდა იყვნენ ესენი მაგათ შორის იამალი მაინც ლევანდოვსკი აღარ მოვიყვანე, კანსელო, კერკეზი, გაბრიელი, რუჯერი, ჰაკიმი, ქათამო. მოკლედ გავაახლოთ ახლა ეს გუნდი. რა ხო wild cards ვიყენებთ, წარმოვიდგინეთ ახლა ექსკლუზიურად, აი უბრალოდ ამ ვიდეოსთვის გამოვიყენებ wild card-ი თან იყოს რა ვიცი. დღეს თამაშობენ, ესე იგი, რაიმე რამდენჯერ დამავიწყა პარიზი და ლივერპული და ატლეტიკო ბარსელონა, ანუ მივცეთ კაპიტანი ლამინ იამალს. ასევე პარიზიდან შემოვყაროთ ხალხი. ხო, всё, მე მგონი ყველა დღეს თამაშობს, ეს არ მინდოდა თარიღი, ხო? თარიღი. ატლეტიკოდან შემოსაყვანი, ესე იგი, ეს კაცი, შევცვალოთ ოლისე, მუსო, რა ვიცი. შემოვიყვანოთ მუსო. ეგ არის 15 აპრილების კამზეზის დღეს გვყავს, ესე იგი 1 2 3 4 5 6 7 8 9 კაცი. რამე უნდა მოვახერხოთ მეგობრებო ამ 9 კაცით. Wild-ი გამოვიყენეთ, ცოტა ვიხალისოთ, თან იმედები გვაქვს. არ არის, მე მგონი, საბოლოოდ ცუდი გუნდი, თუ რამე შეიცვალა YouTube community-ში დავდე post-ს, თუ რამე გადავაწყე. რა და როგორ იქნება. იმედია თქვენც ჩაერთვებით, ითამაშებთ, დაწერთ, დამიწერეთ კომენტარებში მოკლედ ვინ დააყენეთ, რა დააყენეთ, რატო რაღაცა, ასევე ბეცონს აქვს Facebook ჯგუფი. სადაც ნუ ხალხი ვინც თამაშობთ, ლაპარაკობთ რა ხდება, როგორ ხდება, რაღაც ვინამდე დაწერა, ასე შემდეგ. და მანდაც შეგიძლიათ გაწევრიანდეთ, ვინც თამაშობ და არ იცოდით, თუ სიახლეა, მიხარია კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ქართული ის არის, საიტია და ქართულად თამაშობ ფენტეზის და ქართველებთან ერთად და ასე შემდეგ. ეს არის ჩვენი დღევანდელი გუნდი, 5 საათში იწყება აწუკვე თამაშები. წარმატებებს უსურვებთ თქვენს გუნდს, ვისაც გქომაგობთ, თუ ბაიერნს გქომაგობთ, ბოდიშკი ხდით. არა, მაგრამ ნუ ვინც ყავთ ხალხი, ყველას წარმატებას უსურვებ, ყველას წარმატებას გისურვებთ ფენტეზიში. წარმატება უსურვოთ ლამინ იამალს, ჩვენს კაპიტანს და თქვათ იამალმა არ გაამართლა, ხვალ მივცემთ ვის? მბაპეს. მივცეთ მბაპეს. იქნება რამე გააკეთოს დიქტატორმა. მოკლედ, თუ მოგეწონათ ვიდეო აუცილებლად დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი ასევე, ზაირსგილაკი კომენტარი, როგორც ვიცით, შევთანხმდით. ასევე როგორც გითხარით ამ ახალი სეტაპის და ყველაფრის სიახლეს და ასევე ლა ლიგის და პრემიერ ლიგის მიმოხილვას დავდებ და დაიდება უკვე გადაღებულია და მზად არის 10 საათზე დღეს, ამავე დღეს. სამშაბათს და მაგ ვიდეოსაც დაელოდეთ 10-ზე, ამ ვიდეოს კი მანამდე უყურეთ, თქვენი გუნდები, რა ვიცი, თუ დაგეხმარეთ რაღაცა მოყვანაში და ამ შემდეგ თან გამიხარდება, თუ არ დაგეხმარეთ რო უყურებთ, მაინც გამიხარდება და მოკლედ წარმატებები ყველას, შევხვდებით უკვე შემდეგ ვიდეოში. Peace.